ოჯახი ამ ადამიანების დახმარება ცხოვრებაში რამდენიმეჯერ მაინც არ დაგჭირვებიათ, ჩათვალეთ, თქვენი გარეგნობისა და იმიჯის საქმე მაინც და მაინც კარგად ვერ არის. ჟურნალის სალონი უკვე მეორე წელია თქვენს გარეგნობასა და ვიზუალურ მხარეზე მზრუნველი ადამიანებისათვის, ანუ სტილისტებისა და ვიზაჟისტებისათვის კონკურსს ატარებს. საუკეთესოების საუკეთესოთა შორის დიდუბე პლაზაში გამოავლინეს. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს საკმაოდ პომპეზურად ჩვენი დაჯილდოების ცერემონიალი. მე მიხარია, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი გავაბედნიერეთ დღეს და გავახარეთ, იმიტომ რომ ისინი ერთი წლის განმავლობაში სწორედ ამ საპატიო ტიტულებს ატარებენ, რასაც ქვია წლის საუკეთესო სტილისტები, ვიზაჟისტები. ავანგარდია და რაღაც კონკურსისთვის ალბათ შეიძლება, თუმცა ცოტა ასაკი ამაში ხელს არ გვიწყობს, მაგრამ კლასიკას მივესალმები და ყოველთვის მზად ვარ კლასიკური ვარცხნილობა, საღამოა ეს ქორწილი თუ წვეულება ყოველთვის გავიწევ. მათთვის კარგია, ყოველი თითოეული წელი იზრდება კონკურსანტები და მათთვის მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო. მსგავსი ვარცხნილობებით რომ ქუჩაში გაიაროთ, დიდი გამბედაობა დაგჭირდებათ. თუმცა ავანგარდი უფრო ხელოვნებაა, ვიდრე ყოველდღიურობა. ასე რომ არც იმისი შეგეშინდეთ, რომ უცებ თქვენი ვარცხნილობიდან სრულიად შემთხვევით ფოიერვერკი გადმოიშლება. ამ ნამუშევრებზე მუშაობდით დაახლოებით მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი 2 თვე ნახევარი სადღაც. იმის მე რაც გავიგერო ეს კონკურსი იქნებოდა. არ შეგეცოდა ეს მშვენიერი გოგონა თავში პიროტექნიკა რო ჩაუყარა? ჩვენ უფრო მეტი გვინდოდა, უბრალოდ უფლება არ მოგცდა. ეს 2 თვით ადრეოცა დაიგეგმა ეს ყველაფერი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სულ 2 დღეში მოვასწრეთ ეს ყველაფერი. სტილისტებსა და ვიზაჟისტებს პროფესიონალიზმის გამოვლენის საშუალება რამდენიმე ნომინაციაში მიეცათ. ერთი წუთით თავი ოსკარზეც კი ვიგრძენით, როცა სცენაზე აჭრილ აცრემლებულ გამარჯვებულებს მოვგარით თვალი. მე გავიდე 2 ნომინაციაში, ერთი იყო გრძელთმაზე ვარცხნილობა, მეორე იყო ავანგარდული ვარცხნილობა, დიდი ვარცხნილობა იყო. არა, ჩვენი ქართველები ახლა სალონში არ აკეთებენ მაგას და იმიტომ კაია კონკურსები რო არის და კონკურსებში არის ეგეთი ვარცხნილობა. ჩემი კლიენტები უფრო მენდობიან უკვე. შაშანდელ გამარჯვების შემდეგ უფრო სხვანაირად იქცევიან და უფრო მენდობიან. მეიკაპის გაკეთების დროს ახლა ყოველდღიური ქართველი ქალები არიან ძალიან ლამაზები და ამიტომ უფრო სისადავე, უფრო ბუნებრიობა. არ ვიტყვი ახლა საღამოს მაკიაჟზე. და ამ ნაბიჯის გადადგმა იყო ძალიან რთული. მეორე ფიქრის შემდეგ დამითავდა და მე ღმერთისთვის მადლობელი ვარ და ყველასთვის მადლობელი ვარ, ვინც მხარე დამიჭირა, რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა, ჩვენ 4 საათიანი, თითქმის 4 საათამდე ვღებავდით, შრომამ არ ჩაიყარა წყალში კი არა, არამედ თავის მიზანს მიაღწია. დაახლოებით 4 საათი, სადღაც 7 საათი და 11 საათამდე. ღირდა ნამდვილად. თუმცა დამუნას დედამ გადაწყვიტა, რომ ჩამიშავს ტელეფონისება, როცა დაინახა. დამხელად დავამოკლე, მაგრამ მეორე დღეს როცა უკვე შეჭრილი დაინახა, თქვა რომ გადავიფიქრე, კაიო. ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ წლის ვიზაჟისტი გავხდებოდი. ძალიან მიყვარს თვითონ ეს პროფესია. ძალიან ბევრს ვცდილობდი, მაგრამ წლის ვიზაჟისტობას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამაში და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სტილისტები იყვნენ ყველანი, მაგრამ მაინც მქონდა იმის სურვილი რომ მომეგო და ეს გავაკეთე. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან დიდი მადლობა ჩემს სალონს, თანამდგომისთვის, მწვანე სალონს. პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი რედრესი გახდა. მას წლის სალონის სტატუეტი გადაეცა. შესაბამისად, ჟურნალის სალონის მკითხველების გარემოცვაში გირჩევთ ახსენოთ ხოლმე, რომ რედრესის ხშირი სტუმარი ხართ. ძალიან ღერო, მოგატიეთ. ძალიან გამეხარდა. და ძალიან დიდი მადლობა მინდა უპირველეს ყოვლისა გადაუხადო ჩემს გუნდს, ჩემს მეგობრებს. და ძალიან დიდი მადლობა ჟიურის ასევე. ძალიან ძლიერი და ერთგული და შეკრული გუნდი ვართ და ეს ყველაფრის შანსს გვაძლევს. მუშაობდით ერთად და ეს მოიტანა მოგება ჩვენთან. всё, მეტი არაფერი. მოკლედ თუ კი მზად ხართ რომ საკუთარ თავზე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ექსპერიმენტების მთელი ნაირსახეობა ჩატარდეს, შეგიძლიათ ამ ადამიანებს თამამად მიმართოთ. დარწმუნებულები ვართ, გამარჯვების შემდეგ მათი გამბედაობა გაასმაგდებოდა. სტილისტები და ვიზაჟისტები კი უკვე 2013 წლის სალონური ღონისძიებისათვის ემზადებიან და ეჭვ გვაქვს ზუსტად 1 წლის შემდეგ საკუთარ ფანტაზიას კიდევ უფრო დიდ გასახანს მისცემენ.